არაერთმა ადამიანმა მოგმართა უფლებადამცველთა გაერთიანებას, რომლებიც არიან დაზარალებული გოგაონიანის ქმედებების შედეგად და ისინი მიუთითებენ, რომ სწორედ მისი უკანონო ქმედების შედეგად ისინი ხშირ შემთხვევაში მიეცდნენ პასუხისგებაში და რამდენიმე მათგანი არის აქ თავმოყრილი თემურ ტოლიაშვილის მამუკა ტოლიაშვილის ძმა დავით ჩათირიშვილი ტარიელ გარდავა, რომელიც ასევე იყო ფორუმის აქტივისტი და დააკავეს ეს ადამიანი. ანუ აქ არის საუბარი იმაზე, რომ დღეს ხდება გათეთრება იმ ზონდერების, რომლებიც მათ მოისხეს უფლებადამცველის მანტია და ეს არის ძალიან საგანგაშო ფაქტი. მე ვფიქრობ, რომ ამას ხელისუფლება უნდა მიუდგეს სათანადოდ. არაერთი მტკიცებულება არსებობს, როგორ არბევდა ეს ადამიანი პიკვიძეში აქციას, როგორ უსწორდებოდა ეგ ტოლვილების აქციას და მე ვფიქრობ, რომ პროკურატურამ ჩვენ ამის შესახებ აუცილებლად მიმართავთ განცხადებით, რომ დაიწყოს გამოძიება და გამოიკვეთოს ყველაფერი, იმიტომ რომ რეალურად საქმე გვაქვს ჩვენ ქმედებასთან, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. იქ არის დარბევები, იქ არის ხელკეტებით გასწორება აქციის მონაწილეებზე და მე ვფიქრობ, რომ ამას სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს. ამჟამად კი არის ეს ადამიანი ბრალდებული დავით ჩათირიშვილის საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სხვა საქმეებზეც უნდა დაიწყოს გამოძიება. ამას ერთად მე მინდა გავაცხადო და დავაფიქსირო ის, რაც წინა კვირას დავაფიქსირე, რომ ჩვენს მიერ შეტანილი იქნება პირადი და პატრიოტისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოში სარჩელი ონიანის მიმართ მისი უმსგავსო საქციელის გამო, რომელიც მან ჩაიდინა და რაღაცა ცილისწამლებლური განცხადება გააკეთა გადაცემა რეაქციაში, ამაზე მას პასუხი მოეთხოვება, რა თქმა უნდა, და ამასთან ერთად პროკურატურაშიც, როგორც მოგახსენეთ, შევა საჩივარი იმ საქმეებთან მიმართებაში, რომლებიცაც ჯერჯერობით გამოძიება არ დაწყებულა და ერთ-ერთი არის მაგალითად აიგივე თემურ ტოლიაშვილის ძმის მამუკა ტოლიაშვილის საქმესთან დაკავშირებით. 2012 წელს 16 ივნის წინასაარჩევნოზე, რა თქმა უნდა, უნიანის ოპერაცია იყო ეს. ჩვენ ერთი რაიონის შვილები ვართ და ჩემთან ვერ იმოსქნა მეზობელთან შევიდა ორი დაგვიჭირეს მეზობლები ხო და ჩემთან შემოვიდნენ, რა თქმა უნდა. 80-მდე კაცი კი იყო, მართლა იყო, მთელი პერიმეტრი კორპუსის აღებული იყო, სასწაული იყო, რა სიჭირდებოდათ. ხო და ასე, რაც ხდებოდა ჩვეულებრივად, მე გვაბრძანეს დიღომის პეჩი და კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ხო, აი წინ კონკრეტული ეს იყო, რომ წინასაარჩევნო კომპანიაზე დაგვაბრალეს მოსყიდვა, ამორჩევლის მოსყიდვა რა. ეს გამოცხადდა ტელევიზორში მერე და მანამდე ვერაფერი, არც ადვოკატს დაელოდნენ, არც რაღაც ბრალი, ეს მოხდა ყველაფერი ასე ჩვენ შიგნით ყოფაში. 3 თვე. 22 დღე კრიჩი, ლანის ციხეში ყველაზე 41 გრადუსის სიცხემ, 21 დღე, რომელიც 3 დღიანი იყო ყველაზე. როგორც ბატონო ნიკოლოზმა აღნიშნა, ჩვენ თემაზე არის ბრალდებული გოგაუნიანი, რაზეც სულმალე წაუყენებენ მას ბრალს და მართლა სამარცხვინო არის, რომ გამოდის ეგ ადამიანი და უფლებადამცველის მანტიის ქვეშ რაღაცებს ქადაგებს და სიმართლეს და სამართლიანობაზე საუბრობს. ჩვენ შეურაცხყოფელია ეს ყველაფერი. როდესაც ადამიანი არის ბოროტად გამოიყენა თანამდებობა, ადამიანებს უყალბებდა საბუთებს, ბრალდებას უბრალოდ ნარკოტიკებს უდებდა და ასე შემდეგ და პირადად იღებდა თვითონ ის მონაწილეობას ზონდერულ დარბევებში და დღესდღეობით იყოს ის ვინმეს დამცველი. ვინმეს უფლების დამცველი, ეს წარმოუდგენელია ჩემთვის. პირიქით ადამიანია უფლება დამრღვევი, კანონ დამრღვევი და არის კრიმინალი, ჩვეულებრივი კრიმინალია ეს. და მისი ადგილი სად არის და როგორ არის, ეს უკვე პროკურატურისა და სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს. გოგაუნიანზე აღძრული არის საქმე პროკურატურაში, მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში უკვე მეც ხეთვე გავიდა, არანაირი რეაგირება არ არის მოხდენილი და მე პროკურატურასაც მიმართავ რა, ამდენი ხნის განმავლობაში რატო ეს სისხლის სამართლის საქმეს რატო არ მოყვა არანაირი რეაგირება რა. ჩემი ძმის საქმეზე არის კონკრეტულად, რომელსაც მიუსაჯეს მამუკა ტოლიაშვილის, რომელსაც მიუსაჯეს 35 წელი. მე-9 წელია უკვე ზის. არა მარტო მე ვსაუბრობ ამაზე, არსებობს სახალხო დამცველის დასკვნა, რომ საქმე არ გაყალბებული,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დასკვნაც არსებობს და შავი თეთრზე წერია იქ, რომ საქმე არის გაყალბებული. პასუხისგებაში მიცემული არის ჩემი ძმა ერთი მოწმის ჩვენებით, რომელმაც სასამართლოზე უარყო ის ჩვენება პირველ საგამოძიებო მოქმედებაში, რომელიც მან ჩვენება მისცა და აქედან გამომდინარე პასუხისგებაში მიცეს როგორ გითხრათ რა, კონკრეტულად ვიძახი მე ამას რა და საფუძვლიანად ვიძახი რა და თუ არ მოვა ის დრო რა, რომ ეს სამართლიანობა ჩემი ძმის და ჩემი ოჯახის სამართლიანობა იზეიმებს რა. პასუხისგებაში მიცეს 2007 წელს, მიუსაჯეს 35 წელი. ამ დღეებში გამოვიდა გოგა უნიანი და თქვა ესეთი რაღაცა, რომ ვითომ ჩემ ძმას მოკლული ყავს 18 წლის ბიჭი და დედის ერთად, რომელიც ანუ ჩემ ძმას დააბრალეს ეს ყველობა რა. აქედან გამომდინარე ვიძახი მე-9 წელია ზის უკვე ჩემი ძმა და აი ძალიან ცოტა ხანში მე აქედან მივმართავ პროკურატურას, რომ ამდენი ხნის განმავლობაში რატო არ იძიებენ ამ საქმეს. მოწმე, სხვა მოწმე გააშიშვლეს ქალაქის სამმართველოში და არსებობს ეს დასკვნა მოწმე წერს ამის შემდეგ კი მოგეხსენებათ რა დრო იყო და აღარ გავგრძელდები რა. თვითონ მოწმე ავიდა ერთ-ერთი მოწმე და მიცა ჩვენება პროკურატურას ეხლა ამ თავრობაში გულისხმობ რომ მე გამაშიშვლეს და იყო ზეწოლა ჩემზე და იყო ლანძღვა და მუქარა, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ხდება რა და აქედან გამომდინარე მე ძალიან პირდაპირ გიტყვით რა, ძალიან შეურაცხყოფილი ვარ, რომ გოგა უნიანისნაირები დღესდღეობით ტელევიზორში გამოდიან და რაღაცა სამართლიანობაზე საერთოდ რაღაცას საუბრობენ რა.